საწყალოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. დიმიტრი აბდუშელიშვილი ფედერაციას უხელმძღვანელებს მომდევნო 4 წლის მანძილზე. საარჩევნო ყრილობაზე 40-დან 33 დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე კანდიდატმა ზურა რურუამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. დიმიტრი აბდუშელიშვილი ვეტერანი წყალბურთელია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ შექმნა წყალბურთის ახალი გუნდი აპოლო, რომელიც პირველივე წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. მინდა ლიტოს მიულოცო ამ ახალ პოსტზე არჩევა. იმედი მაქვს, რომ მომავალ 4 წელიწადში მომრავი კარგი რამ გაკეთება საცურაო სახეობებისთვის. რაც შეეხება მხარდაჭერას, სამინისტროს ყოველთვის ჰქონდა ამ ფედერაციას მხარდაჭერა და ეხლა აუცილებლად ექნება და გაგრძელდება. მინდა მადლობა გადავუხადო დელეგატებს ამ ნდობას, რაც ჩემს მიმართ გამოთქვეს. ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ, რომ ეს ამ სპორტის სახეობები იყოს მასიური და მშობლებმა ატარონ თავის შვილები წყლის სპორტზე. ჩვენ რასაკვირველია მოვიწვევთ ახალ ყრილობას, სადაც ბევრ სიახლეებს დავაანონსებთ.